Adigeni's მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხმაური და დაპირისპირება იმ საკითხმა გამოიწვია, რომელსაც კენჭი დეპუტატებმა რიგ გარეშე სხდომაზე დღეს 17 სექტემბერს უყარეს. თვითმმართველობა ლევან ლობჯანიძის მიერ ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოგებული საქმის მაღალ ინსტანციაში გასაჩივრების მიზნით კვალიფიციური ადვოკატის აყვანას აპირებს. ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ მათი იურისტის კომპეტენცია სააპელაციოში საქმის წარმოებას არ შეესაბამება. Ana tu ați trebas am ხალხს რომელსაც თავის განათლება თუ არ აქვს რა უნდა ამ სამსახურში. და ვინ გითხრათ განათლება? აბა რა თქვია ჩვენი იურისტები. თქვენ ახლა იურისტი კონკურსის წესით შეირჩა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის მუნიციპალიტეტის ინტერესების ღირსეულად დაცვას ვერ ახერხებს, ამბობენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. რატი ტატალაშვილი ეჭვობს, რომ მომავალში მუნიციპალიტეტს ყველა წარმოებული დავის დროს ბიუჯეტის ხარჯით ადვოკატების აყვანის საჭიროება დადგება. მალხაზ ბოჩიკაშვილი კი ნეპოტიზმზე საუბრობს. Am შემთხვევაში არ მიმაჩნია მიზანშეწონილად იმისათვის რომ ორ მხარეს შორის დავაწარმოებს მაინც და მაინც ბიუჯეტის სახსრები დაიხარჯოს იმისათვის რომ მოხდეს კვალიფიციური ადვოკატის აყვანა. თუ ვინმეს რაიმე ინტერესი აქვს და სურვილი აქვს რომ სასამართლოს შედეგი თავის სასარგებლოდ დამთავრდეს, მაშინ ეს საკუთარი სახსრებით უნდა მოხდეს ადვოკატის აყვანა. კვალიფიკაციას საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას, აქ არის ნეპოტიზმი. უნდა მოვიდეს ვიღაცას ბიძაშვილი, ვიღაცას მამიდაშვილი. შავლეგოთ ყემაღაძე, ხო, რომელიც იგებს სისულელებს და გადაწყვეტილებებს. კი არ იგებს, აგებიებენ. რასაც დააპროგრამებენ, ისე იგებს გადაწყვეტილებებს. სააპელაციო სასამართლოსაგან განსხვავებულ განაჩენს არელის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ამიტომ ლევან ლობჯანიძე ამბობს, რომ დაქირავებული ადვოკატის ანაზღაურება, რომელიც ბიუჯეტიდან უნდა გადაიხადონ, წყალში გადაყრილი იქნება. გარდა ამისა, გამგეობას ლობჯანიძისთვის განათდურ საათებში 20,000-მდე ლარის გადახდა მოუწევს. იურიდიული განყოფილება არსებობს საკრებულოში და არსებობს საკრებულოს იურისტი. თუკი ეს დადგენილების მუხლები არიციან, კოდექსი არიციან თვითმმართველობის, მაშინ რისთვის არის ან ეს განყოფილება, ან ეს იურისტი რა გვინდა ასე. მე არ ვარ იმ კვალიფიკაციის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებას კარგად გავართვა, თავი ამბობს adigeni's საკრებულოს იურისტი, რომელიც პროფესიით სამართალმცოდნეა. მე სასამართლოში წარმომადგენლობის მონაწილეობის დიდი გამოცდილება არ მაქვს და სააპელაციო სასამართლო ეს არ არის პირველი ინსტანციის სასამართლო, რომ გადვილად გაართვას თავი ყველამ. კვალიფიციური ადვოკატი უნდა იყოს. მე კიდე ადვოკატის კურსები არ მაქვს დამთავრებული და არ ჩავარებული არ მაქვს, ასე რომ ადვოკატი მე არა ვარ, მე ვარ იურისტი. ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, ამბობს adigeni's საკრებულოს თავმჯდომარე. იმედამღებრიშვილი ფიქრობს, რომ ნებისმიერი კომპეტენციის ადვოკატის ყოლის შემთხვევაში მარიკა ჩიტაშვილი იგივე განაჩენს გამოიტანდა. სააპელაციო სასამართლოში და უზენაეს სასამართლოში არ აქვს ყველას რომ მიიღოს თქვა მონაწილეობა და წარმოადგენდეს მხარეს. შესაბამისად ვიგულისხმე მე ეს, რომ ჩვენ იურისტს არ აქვს შესაბამისი მანდატი თუ მოწმობა თუ ანუ ის კვალიფიკაცია, მე ამას ვიტყვი, რომ ზემდგომ ინსტანციაში საკრებულოს სახელით მიიღოს მონაწილეობა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ვარაუდით კვალიფიციური ადვოკატის დაქირავება adigeni's თვითმმართველობას 5,000 ლარი დაუჯდება. საკრებულოს თავმჯდომარე კი ამბობს, რომ იურისტს ბიუჯეტიდან დაახლოებით 1,500 ლარს გადაუხდიან.